გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ჩვენი მიმები ჯგუფი აბეთქდა ახალი მიმებით და მოდი შევიხედოთ. 300 მიმი გამოიგზავნა დაახლოებით ერთ კვირაში. ნახეთ აქ რა გვაქვს მეგობრებო, 90-იანების მაგნიტოფონი. აქ CD იდება. აი კასეტა მოიტანეს და ეხლა ჩართავენ. ვაუ, რა კარგი მიმი იყო. Nice, კარგი იყო ძალიან. რატატატა სიმღერა არ კარგავს აქტუალობას. Holy shit. Kim Chen-ins სოსო. სოსომ რა ქნა საერთოდ. 700,000-ზე მეტი ნახვა აქვს სოსოს. ერთ დღეში 99,000 ლაიქი აქვს. Holy shit. ანუ ერთ დღეში გახდა სოსოს ვიდეო ყველაზე დალაიქებული ვიდეო ქართულ YouTube-ზე. კოჩახ სოსო. ეს არის მთელი ქართული YouTube-ის წარმატება, მეგობრებო. რადგან ეს მასშტაბი, რაც ახლა სოსომ შემოგთავაზა, არის სრულიად ახალი რამე. ამ ხელა წარმატების მასშტაბი სოსომ სხვა ქართველი იუთუბერებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა თავისი ამ მიღწევით, რადგან თურმე ქართულ YouTube-ს შეუძლია ამ ხელა რიცხვების დაგენერირება, რაც საკამთე წარმოუდგენელი იყო. იმიტომ რომ არ არსებობდა. მოდი ნახოთ რამდენი გამომწერი მოუმატა ამ ვიდეომ სოსოს ერთ დღეში. ერთ დღეში მოემატა 20,000 გამომწერი. 20,000 გამომწერი ერთ დღეში. აქ კიდე ის ხამის 12 საათი არ ესეთებს და ვიდეოს დადებიდან 24 საათის განმავლობაში დაახლოებით სოსოს მოემატა 30,000 გამომწერი. 30,000 გამომწერი ერთ დღეში. და ადამიანებს ზოგადად ხო გონიათ რომ რაც უფრო მეტი გამომწერი ყავს, მით უფრო ძნელია შემდეგ გამომწერების მომატება. 370,000 გამომწერიდან 400,000 ავიდა ერთ დღეში. ესეც რეკორდია. 20,000 გამომწერი ერთ დღეში. 100,000 ლაიქი ვიდეოზე, საერთოდ ესეც ლაიქია. ამდენი ნახვა ერთ დღეში ესეც რეკორდია. მოკლედ სოსოს კორეაში მოგზაურობამ ეს სიღრმისეულად ჩაშალო შეავა 20-30 რეკორდი მოხსნა ჯამში. კიდევ ერთხელ ტაში. მადლობა სოსო რომ არსებობს. Rata, ta, მე ვარ, ლატატა, ვარ, ჩორნი, ჰიტა, დამაქვს, ჰიტა, უყრი დანას, ვინც მე წვიდა. ჩემი სიმღერის ვებუსამიმი. Nice. Mama, შეგიძლიათ ჩემ შვილს სკოლის საქმეებისთვის კომპიუტერი აუწყოთ? შვილი, i9 12700K RTX 4070 Ti 64 GB RAM. გამდიდრებული. სკოლის საქმეებისთვის. აბარა, სამუშაოდ. Ძალიან მიმია. გამყიდველი. რო ხდება რომ სკოლის საქმეებისთვის 4-5,000 ლარიანი პოდკეისი მაგარია გეიმერი ბავშვი. სკინების მაღალი ფასი. მე Silk Bank-ის 5%-იანი cashback. ჩვენი Silk-ის მიმების გათამაშება ძალიან კარგად მიდის. 300-ზე მეტი მიმი გამოიგზავნა ამ ბოლო ერთ კვირაში. ძალიან ბევრი კრეატიულია, ლაიქებიც ბევრი აქვს. თქვენც გამოგზავნეთ კიდე ჯერ 4 კვირა დარჩა კიდე სამ მორჩევა ეს გათამაშება და ვათამაშებთ PlayStation-ს, gaming scams, gaming monitors, gaming headsets და კლავიატურას. და მაგისთვის საჭიროა რომ გამოგზავნოთ მიმები ჩვენს ჯგუფში, მიმები 160+2-ში, რომელშიც თითქმის უკვე 100,000 ადამიანი შემოვიდა. აი როგორ საინტერესოდ დამხატეს მე Silk Play ვარათთან ერთად. აბარაცე ბევრი რამე არ მithქვამს ახლა ამ ვიდეოში და წინა ვიდეოში თითქმის მთელი ვიდეო მაგაზე ხსნიდი რაღაცებს და ამიტომ შედით უყურეთ იმ ვიდეოს და აიღეთ ბარათი თუ არ გინახავთ ის ვიდეო. Silk Man ბარათის კაცი გაიჩიტა. Oh my god. 3 ლარიანი PC, 3 ლარიანი ლეპტოპი. Wow. ერთი იგივე მონაცემების მქონე PC და კომპიუტერი რო განსხვავდება ძალით, აი მაგაზია ეს მიმი. ხო, კიდე რა თქვა ვიცი. მე ვიღებ მიმებს შენ იღებ PlayStation-ს. მიმები. Steam-ი, Silk Card-ი, 20%-იანი cashback-ი შეაბარეს Steam-ში. რა კარგია ეს გათამაშება რო წარმოვიწყე მიმების, იმდენი მიმი იგზავნება რომ ბევრი ძალიან კრეატიული და კარგია. ვიღაც ეგ თამაში Play Card-ით იყიდე, 20%-იანი cashback-ი გექნება. მე პაპი არ მოატყო. აქ ხდება. Sasuke და Naruto თამაშობენ PlayStation-ს. Sasuke ამაწერაც თუ გააკეთა. Valorant ეს ბიჭი თამაშობს Play Card-ი ოდებს აქ და ბებო იქეთ საქმიანობს. აი ასეთი ბავშვი ვიყავი მე, როცა დედა მეუბნებოდა გადი გარეთ ითამაშებო. ვაუ, როგორი რეტრო გეიმინგული მიმია. American Express-ი და Play Card-ი. ასეთი სტილის მიმები ლამაზია. როცა მთელი შენი ფული ვიდეო ბარათზე დახარჯე და ვიდეო ბარათი არ ეტევა კომპიუტერში. სხვადასხვა კომპიუტერის განახლება მინდა. ეს კომპიუტერი 2020 წლის სეტაპი. ის განხილვა რომ მიდევს ახზე ვიდეო. მაშინ გამიხილავ ამ ჩემს კომპიუტერს და ახლა დაფიქრდი რომ თურმე 5 წელი გავიდა. 5 წელია ერთ და იგივე PC. კი არ გაუჭედავს არაფერზე და რამე, მაგრამ წელს გადავახლებ და top build-ი რაც იქნება საერთოდ მაგას ვიყიდი. რა დამიჯდება არ ვიცი, ალბათ მარტო кейსი 1-10,000 ლარი მაინც ერგება. ბოლო ნაწილებით რომ აწყო. შვილი, მამა, ჩემს დას ია რატომ გქვია? მამა, დედა შენს იები უყვარ შვილო.
შვილი. მადლობა მამა. არაფრის Asus ROG Strix GeForce RTX 4090 OS Edition 24 GB GDDR6X. ეს უკია შვილს, იმიტომ რომ მამას უყვარს Asus GeForce RTX 4090 ვიდეო კარტა. Elon Musk-ის შვილზე ვარ ეს სახელი მაინც არა. თმაგაცი დარეგისტრირდი 10 ლარს გშუქნის სილკი, რეგისტრაცია და წინჯებში უნდა ჩაყო ხელი რომ აიღო ბარათი. წინა ვიდეოში გითხარით რომ სილკის ბარათს თუ აიღებს 10 ლარი დაგერიცხება თქო. და ეს 10 ლარი შეიძლება გამოიტანოთ უკან, ან გადარიცხოთ სადმე ან დახარჯოთ მოკლედ. ან კონდეთ და მე რამე იყიდოთ მაგ ფულით ისევ მაგ ბარათიდან და მე კიდე დაგებონდებათ 5% კეშბექი, მაგრამ მე გითხარით წინა ვიდეოში რომ პირველი 1000 კაცი ვინც აიღებს ბარათს, იმათ დაერცხებათ 10 ლარი თქო და 200 მაგაცმა აიღო უკვე როგორც ვიცი. ამიტომ დანარჩენ 800-ს შეგიძლიათ აიღოთ და 1000 ლარი დაგერიცხოთ. Silk Cardi Hitas ვიდეომდე. Silk Cardi Hitas ვიდეო შემდეგ. აი თქვენ. რა მაგარია Silk Cardi არსებობს? ვის რაში ჭირდება? გადააგდეს კაცი და დასვეს Silk Cardi. მე ველოდები 10 ლარის ჩარიცხვას. ეს იმ ადამიანმა გააკეთა ალბათ ვინც უკვე დარეგისტრირდა და აიღო ბარათი და ელოდება ჩარიცხვას. და 24 საათი უნდა რომ ჩაგერიცხოთ. როცა ბარათს აიღებთ მაგის შემდეგ. დედამიწის ოკეანეების 95% ჯერ კიდევ უცნობია, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ პლანეტაზე უფრო ნაკლები ვიცით, ვიდრე მარსზე. 20 წლის მე ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ. Mind blow დაემართა ამ ადამიანს. წყალქვეშა სამყარო იმდენად გამოუკვლეველია მარსლა, რომ მაგას კარგად რომ გაიაზრებთ, თქვენც აუცილებლად გექნებათ mind blow. იმიტომ რომ ასეთი high-tech ცივილიზაცია კი ვართ უკვე, მაგრამ წყალქვეშ იმხელა წნევა არის კილომეტრების სიღრმეზე, რომ მიქავრობის შესახებ მაინც არაფერი არ ვიცით ჯერ. იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩაუშვა, თუ ძაღლად ჩადის. წნევა ესე ჭეჭყავს ყველაფერს. რაც დაემართათ 1-2 წლის წინ რამდენიმე მილიარდელს წყალქვეშა ნავში რომ მოგზაურობ. ჰიტახსნის გათამაშების წესებს გამომწერები. სუპერ გამომწერები ვიყავს. ვიდეო დავდით თუ არა 300 მაკაცმა ეგრევე მიმი გამოგზავნა. რა სიგიჟია. 300 ადამიანმა თუ იცოდით ფოტოშოპში რაღაცების ჭხირკედელაობა და მიმების აწყობა, რთული წარმოსადგენი იქნებოდა. მაგრამ ფოტოშოპი არც უნდა. ბევრი სხვა რაღაც გეთდება კარგი მიმები. გამოგზავნეთ მიმები. ჰიტამ დადო ახალი ვიდეო მიმების გათამაშებაზე ხალხი. არ დაგავიწყდით ამ ვიდეოს და ლაიქება. იმდენი მიმი გამოიგზავნა რომ ერთ ვიდეოში ყველას ვერ დავარიაქტებდი და კიდე არის დასარიაქტებელი ბევრი მიმი. ამიტომ მოდი ეს ვიდეო აიყვანეთ 4000 ლაიქზე და როგორც კი ეს ვიდეო 4000 ლაიქს იავა, მოვიხიდავ ესე. მოვალ ეგრევე კომპიუტერს ჩავთავ და ახალ ვიდეოს გადავიდებ. 4000 ლაიქი არის მაგისთვის საჭირო, სულ რაღაც. ისინი ვინც არიციან, ისინი ვინც იციან. ვაუ, ჩემი მანქანა ცოტაც და გამოგორდება. მე რომელაც PlayStation 5 მოვიგე. რაბანა რომელაც პულტიანი მანქანა მოიგო. რაბანა ჩანს არ? მოის სტილის. რაბანას ცნება იყო როგორც ჩემს ვიდეოში თქვა, პულტიანი მანქანა და თელი ჩემი ბავშვობა პულტიან მანქანას ნატრულობდი. მე ვაჩუქე მაგრამ. რაბან მოდი შენ რადგან არსობის არ ქონია ბავშვობაში პულტიანი მანქანა, ჩემგან საჩუქრად რაღაცა random იაფიანი არც ისე გამორჩეული მანქანა ვაჩუქე. რაც იმ მომენტში იქვე იხვდა. რამე ისეთი თანამედროვე cool super მანქანა პულტიანი. აჩუქეთ რაბანას და გავუხარდება. Yao Mingi, Gamingi. დასწორა. მამა, ჩემი დის სახელი PS5 რატოა? იმიტომ რომ დედა შენმა PS5 მოიგო ჰიტას გათამაშებაში. მადლობა მამა, არაფერო. არაფერი მოიგო. ვაუ, ეს რა არის? ნუ კი იყო ამერიკაში და თავისი რეკლამა იყო იქ ეკრანზე და გადაიღო ესეთი სურათი და მე ვიღაცამ ჩვენი მიმერებიდან play card-ი ჩასვა და თითქოს ნუ კი play card-ზე აქ ესეთი რეაქცია. მაგრამ ნუ კი აქ ესეთი რეაქცია თითქოს thumbnail-ის ფოტოს იღებს. რაც კარგია. როგორ ვიწყებს stealth თამაშებს? როგორ ვამთავრებს stealth თამაშებს? stealth თამაშები არის სულ ჩუმად რომ უნდა იარო და რო ვერ უნდა შეგამჩნიო ისე რომ უნდა მოკლა ვიღაცები, მაგალითად Hitman-ი, Assassin-ი. მე არ მიყვარს იდათ stealth თამაშები. და სხვათა შორის Assassin's Creed ახალას თამაშობ ვიკინგებზე როა. Assassin-ში დაამატეს ესეთი ფუნქცია, რადგან ვიკინგებზე იყო თემა, ამას ეს სოფელთან რომ მიდიხარ, სანამ ააძიოგებ, ამ შეგიძლია ესე ჩაყვირო და ყველას გააგებინო რომ მიდიხარ მათ დასაპყრობად. და Assassin-ის ფანებმა ძალიან გააგებინეს ეს ყველაფერი, რადგან stealth-ი აღარ არისო და რაღაცა ეგეთი, მაგრამ მე უფრო მომეწონა. ამიტომ Assassin-ები რაც გამოსულა, თამაშები. ახალას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეფასება აქვს. მე პირადად ძალიან კარგად შევაფასებდი. ჰიტას კატა, ჰიტასთან თანაცხოვრების შემდეგ. სმოკინგი აცვია და გაზეთებს კითხულობს და ჩაის ვამს. გაჩვენოთ ჩემი კატა. ლუნა, მოდი ჩვენი მაყურებლები გეძახიან. აი, ხედავ.
ხო, შენ ჭკვიანი კატა. მოდი აქ გამოჩნდა. დავიდა. პლეიკარდიანი გეიმერები უყურებენ არაპლეიკარდიან გეიმერებს შეძენის დროს. Cool. კარგი მემები იყო. გამოგზავნეთ ჯგუფში ახალი მემები კიდევ უფრო 4000 ლაიქს აიყვანეთ ეს ვიდეო. სოსო მაგარი კაცია და ნუკის დავაყენებთ 3 დღეს.